Assalamu alaikum wa rahmatullahi wa barakatuh. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო მორწმუნეებო. უზანაესმა ალლაჰმა ყოველივე ჩვენთაგანს ხეირი, სიკეთე, ჯანმრთელობა მის კმაყოფილებას რომ შეესაბამისება ისეთი სახეირო საქმეების გაკეთება, შესრულება ყოველივე ჩვენთაგანს შეგვაძლებინოს ინშალლა. ბევრი მეგობარის კითხვებიდან გამომდინარე მეულუდთან დაკავშირებით ხოჯამ ზოგი ასე ამბობს, ზოგი ისე ამბობს, ზოგი კარგია ამბობს, ზოგი ცუდი ამბობს, ზოგი ბიდათია ამბობს. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? როგორ ვქნათ, ვეღარ ხვდებით, დაბნეული ვართ ასეთი კითხვებიდან გამომდინარე. გადავწყვიტე რომ ამ თემასთან დაკავშირებით თუ რა არის ბიდღათი, რას ნიშნავს, ბიდღათი როგორია, რა არის, ამასთან დაკავშირებით განმარტებები მოგცეთ. პირველ რიგში, მეგობრებო, ბიდღათი არის ჰიე მა აჰდასა ალა ღაირი მისალინ საბიყინ, რომლის მსგავსიც, მაგალითიც ყურანში ან ჰადისში არ ყოფილა, ან პეღამბრის ცხოვრებაში, ან ყურანში არ ყოფილა, ლუღათით, ლექსიკონით ამას ნიშნავს. შარ'ან, ანუ ლიტერატურული ახსნა რა არის? ელ მუჰდასუ ლეზი ლემ იანუს ალეიჰი ლყურანუ ველჰადისუ, ისეთი მომხდარი ფაქტი, რომელზეც რომ ყურანში ან სუნნეთში მსგავსი მაგალითი არ არის და მტკიცებულება არ მოიძებნება. ამას ნიშნავს. მაგრამ ზოგადად სიტყვა ბიდათი რას ნიშნავს? ანუ ჩვენი დღევანდელი ხალხის ან სწავლულების, ან უსწავლელობის, უფრო უსწავლელების, ასე ვთქვათ, უცოდინობის შეხედულება ეს არის. პეღამბრის სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემის შემდეგ მომხდარი სულ ყველანაირი ბიდღათი, ანუ ახალს ნიშნავს ერთი მნიშვნელობით, ამას ნიშნავს სულ ყველა ამ მხრიდან უყურებს. ამიტომ ამის გაგება ძალიან გვიჭირს. რასულულლაჰ სალალლაჰუ ალეიჰი ვესალემი ჰადისი შერიფში ჩვენ ასეთნაირად გვეუბნება, რომელიც რომ გადის საჰიჰი მუსლიმში. მაგრამ სანამ ამ ჰადის შერიფს აგიკითხავთ, აიეთი ქერიმე მინდა მოვიყვანო. ალლაჰუ თაალა ასეთნაირად ბრძანებს, ბისმილლაჰირ რაჰმანირ რაჰიმ. وَجَعَلْنَا فِي قُلُوبِ الَّذِينَ اتَّبَعُوهُ رَأْفَةً وَرَحْمَةً وَرَهْبَانِيَّةً ابْتَدَعُوهَا مَا كَتَبْنَاهَا عَلَيْهِ إِلَّا ابْتِغَاءَ رِضْوَانِ اللَّهِ. ანუ სიტყვა ბიდათი თუ ყურანი ქერიმში გადის. ალლაჰუ თაალა ბრძანებს რომ ისა ალეიჰისალამის, ისა პეღამბრის უმეტზე მოგვითხრობს. შეიძლება ახლა ისეთი ჭკვიანებიც აღმოჩნდა და გვითხრან, ჩვენ ხომ ისა პეღამბრის უმეტები არ ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა, რადგან ყურანი ქერიმში მოცემულია, ეს ჩვენთვის მაგალითია, იმას ნიშნავს. აქ ალლაჰუ თაალა ბრძანებს რომ ის მუმინები, რომლების გულებშიც არის სიყვარული, მერჰამეთი, სიკეთე და რაჰბანიეთი, ამ სიტყვას გადავთარგმნით. ეს რაჰბანიეთი მათ იბტედაუჰა მა კეთებნაჰა ალეიჰი, ჩვენ მათზე არ დაგვიკისრებია, ასეთი მოვალეობა არ გვიბრძანებია, მაგრამ მათ თვითონ იკისრეს ილლა იბტიღაენ რიდვანილლაჰი, მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილების მოსაპოვებლად. ამ აიეთ ქერიმეს გაგრძელება და განმარტება არის, რა თქმა უნდა,
სიტყვა ბიდღათი აქ გადის, ანუ რაჰბანიეთი რას ნიშნავს? ზედმეტი ჭამა სმის ძილისგან, ასე ვთქვათ, თავის არიდებით, მინიმალური კვებით, ცოტა ძილით, ხორციელი და სხვა, ასე ვთქვათ, მოთხოვნილებებისგან ადამიანზე ნებადართული ჰალალებისგანაც თავის შეკავებით ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებას ნიშნავს. ალლაჰუ თაალა ბრძანებს, რომ ჩვენ მათზე ასეთი რამე არ დაგვიკისრებია, მაგრამ მათ იბთედაუჰა, ეს ბიდათი, აქედან არის აღებული ეს სიტყვა, იბთედაუჰა, მათ დაიკისრეს ეს საქმე მათ თავზე, ილლა იბთიღან რიდვანილლა, ალლაჰის კმაყოფილების მოსაპოვებლად. აქედან ამას ხვდები ძვირფასო მეგობრებო, ყველა ის საქმე ან სიტყვა, რომელიც ყურანში არ გადის, ან ჩვენ პეიღამბერს არ უბრძანებია, ან არ გაუკეთებია, აუცილებლად ჰარამია, ან არ შეიძლება ეს ამ მნიშვნელობაზე არ უნდა მივხვდეთ. ეს ძალიან არასწორი და ძალიან დიდი შეცდომა არის. სიტყვა ბიდათიც, ნახეთ ჩვენი პეიღამბერი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი ხადისი შერიფში როგორ გვაკვალიანებს. საჰიჰ მუსლიმში გადის ეს ხადისი შერიფი, ვინც ისურვებს, ხადისის ნომერსაც სპეციალურად არ ვამბობ, მოუძებნოთ, ვნახოთ, თან ილმია, თან ილმში გატარებული დროც იბადეთიდან ჩაეთლებათ, მათს მოიგებთ. მენ სენნე ფილ ისლამი სუნნეტენ ჰასანატან, რომელი ადამიანიც ისლამში ისეთ სუნნეტს, კარგს, მოწონებულს, კარგ რაღაცას გააკეთებს. უყურეთ, რესულულლაჰ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი აქ ჩემს ცხოვრებაში, ჩემ პერიოდში არ ამბობს. ფილ ისლამი, ისლამში შემოიტანს ეს რაღაცას, ფელეჰუ ეჯრუჰა, იმ ადამიანისთვის გასამსჯელო, ვე ეჯრუ მენ ამილე ბიჰა ბა'დაჰუ, და მის შემდეგ ვინც ამ კარგ საქმეს გააკეთებს და ამ კარგ საქმით დაკავდება, იმ ყველას მოგებული მადლიც იმ პიროვნებას დაეწერება ისეთნაირად, რომ მინ ღაირი ან იანყუსა მინ ეჯრიჰ მინ უჯურიჰიმ შეიუნ, იმ გამკეთებლების მადლიდანაც არანაირი ნაკლი არ იქნება, სრულყოფილად იმას დაეწერება. გაგრძელებაში უყურეთ ეს პირველი ნაწილი. მეორენაირად ასეთნაირად აგრძელებს ჰადის. მენ სენნე ფილ ისლამი, რომელი ადამიანიც ისლამში შემოიტანს, სუნნეთენ სეიეთენ, ცუდ რაღაცა, ცუდ საქმეს, ქანე ალეიჰი ვიზრუჰა, იმ საქმის სიცუდე, ცოდვიანობა მის კისერზე იქნება, ვე ვიზრუ მენ ამილე ბიჰა მინ ბა'დი, მის შემდეგ ვინც ამ ცუდ საქმეს თვისებას გააკეთებს, გააგრძელებს, მოემსახურება, იმ ყველასი ცოდვაც, იმათ რა თქმა უნდა მათაც ცოდვა დაედება და იმათი ცოდვებიც კიდევ მის კისერზე იქნება, მინ ღაირი ან იანყუსა მინ ევზარიჰიმ შეიუნ, იმ გამკეთებლების ცოდვებიდანაც რამე არ მოაკლდება, ანუ თან მომგონელს, თან გამკეთებელს ცოდვა დაედება. აქედან გამომდინარე ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ბიდათი ორად უნდა გავყოთ. ბიდათი, რომელიც რომ ასე ვთქვათ, მოწონებულია და ბიდათი, რომელიც რომ მოუწონარია. რადგან რესულულლაჰ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის შემდეგ მომხდარი სულ ყველაფერი, რაც არის ნებისმიერი, ეს ბიდათში შედის. ანუ უხეში შეხედულებით რომ შევხედოთ. ამით ჩვენ კარგ შედეგებს ვერ მივიღებთ. მაგალითად, ბიდათი დელალე რა არის? ბიდათი ჰასანე რა არის? ადამიანმა რომ თქვას მაგალითად რომ ეს პეიღამბრის ცხოვრებაში არ მომხდარა, ამიტომ ეს ბიდათია, ამის გაკეთება არ შეიძლება, მაშინ ასეთნაირად უნდა მოვიქცეთ. ნახეთ, რესულულლაჰ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამმა მის სიცოცხლეში აშერეი მუბეშერე, ანუ ჯენნეთით ნამახარობლი 10 ადამიანი არსებობს, რომლებსაც რომ ჯერ კიდევ მათ სიცოცხლეში ამ ქვეყანაზე მათ ჯენნეთი უმახარებლა და
ჯენნეთის, ასე ვთქვათ, სამახარებლოით ისინი დააჯილდოვა. პირველი ესენი ვინ არიან? ხულეფაი რაშიდინ, ჰაზრეთი აბუ ბეკრი, ისლამის ყველაზე წინ წამოსული საჰაბეები, ჰაზრეთი აბუ ბეკრი, ჰაზრეთი ომერი, ჰაზრეთი ოსმანი, ჰაზრეთი ალი და კიდევ არიან დანარჩენები. ნახეთ, ჰაზრეთი აბუ ბეკრი პირველი ის ადამიანია, რომელმაც რომ ყურანი ქერიმი შეაკრებინა და მას მუსჰაფის სახელი დაარქვა. რესულულლაჰ სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემსაც შეეძლო მის სიცოცხლეში ამის გაკეთება, მაგრამ არ გაუკეთებია. ჰაზრეთი აბუ ბექირმა ეს მისი დარულ ბეყაში გადანაცვლების შემდეგ ჰაზრეთი აბუ ბექირმა ყურანი ქერიმი მოკრიბა ერთ წიგნად აქცია და სახელიც მუსჰაფი მისცა, მუსჰაფი შერიფი. მაშინ ჰაზრეთი აბუ ბექირის ეს გაკეთებულიც ბიდაათი და მიუღებელია, თუ ჩვენ ასე უხეშად შევხედავთ ყველა ამბებს. მეორე მხარეზე შემდეგი დიდი ხალიფე ჰაზრეთი ომერი, რომელმაც რომ თარავი ნამაზი, როდესაც მოვიდა და ნახა რომ თარავი ნამაზს ყველა სხვადასხვა კუთხეში ზოგი 5 კაცი ერთად, 10 კაცი ერთად, ზოგი ინდივიდუალურად ამ თარავის ლოცვის იბადეთს ასრულებდა, ისინი სულ ერთ ჯემაათად, ერთ იმამის უკან დააყენა ალოცვა და ასეთნაირად თქვა: ნი'მელ ბიდ'ათუ ჰაზიჰი. ეს რა კარგი ბიდ'ათი, ანუ ეს რა კარგი საქციელია. იმიტომ ერთ მესჯიდში 50, ასე ვთქვათ, სხვადასხვანაირად 5 კაცი ერთად დგილა, 3 კაცი ერთად დგილა, ზოგი წინ, ზოგი ასეთნაირად არეულ მდგომარეობაში ლოცულობდნენ. არ უბრძანებია რესულულლაჰ სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემმა, განა მის სიცოცხლეში რა თქმა უნდა, სულ პირველად რესულულლაჰ სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემმა რამდენჯერმე ერთი გადმოცემით ორჯერ ან სამჯერ მასიურად ასეთნაირად ჯემაათით ალოცვა, მაგრამ იმის შემდეგ მათ ინდივიდუალურად თქვენით ილოცეთ მესჯიდში ან სახლში ასეთნაირად უბრძანა, მაგრამ ჰაზრეთი ომერმა ამის მიუხედავად ისინი ერთ მესჯიდში ერთი იმამის უკან ჯემაათი, ასე ვთქვათ, ჯემაათი რესულულლაჰ სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემმა ჯემაათით არ უბრძანებია, მაგრამ ჰაზრეთი ომერმა ისინი ერთი იმამის უკან ჯემაათით ლოცვაზე დააყენა. ჰაზრეთი ომერის ეს საქციელიც მაშინ ბიდღათად უნდა ჩავთვალოთ ჩვენ, რომელიც რომ ჩვენ ძალიან ცუდ შედეგამდეს მიგვიყვანს. რაზე მიგვიყვანს, ამასაც ვნახავთ. მესამე ჰაზრეთი ოსმანი, ოსმან ბინ აფან, ძალიან ძვირფასი, გამორჩეული საჰაბე, მესამე ხალიფა, რომელმაც რომ ჯუმა ნამაზის პირველი ეზანი მოგეხსენებათ, ჯუმა დღეს ორი ეზანი იკითხება. მეორე გაეთეზნათ დღეს ვამბობთ, ორი ეზანი იკითხება. სულ პირველი ეზანი რესულულლაჰ სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემის დროზე არ იყო. შიდა ეზნით იწყებოდა პირდაპირ ჯუმა, მაგრამ ჰაზრეთი ოსმანმა მის დროში ეს პირველი ეზანი უბრძანა და დააწყობია. ნახეთ, ჰაზრეთი აბუ ბექირმა, ჰაზრეთი ომერმა, ჰაზრეთი ოსმანმა ეს ყველაფერი არ იცოდნენ, თუ არ შეიძლებოდა და ეს ყველაფერი ბიდ'ათი და მოუწონარი იქნებოდა რესულულლაჰ სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემის ყველაზე ახლო მეგობრები, რომლებთან დაკავშირებითაც ჩვენ გვეუბნება რომ ალეიკუმ ბისუნნეთი, თქვენ ჩემი სუნნეთის შესრულება გევალდებულება. ხულეფაი რაშიდინ ალ-მაჰდიინ მინ ბა'დი, და ჩემს შემდეგ ჩემი ხალიფეების შესრულებული სუნნეთების შესრულება გევალდებულებათ, რომლებიც რომ ჰიდაიეთის სწორი გზის მაჩვენებლები არიან. ჰაზრეთი ალი, ნახეთ, სულ პირველი ყურანის სიტყვებზე წერტილების გამკეთებელი ჰაზრეთი ალია, რომელთან დაკავშირებითაც რესულულლაჰ სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემი მეცოდნის ქალაქი ვარ, ალი კი ამ ქალაქის კარია უბრძანებს. ვისაც ცოდნის მიღება უნდა, ამ კარიდან შემოვიდოსო ბრძანებს. ნახეთ, ამიტომ
ჩვენ თუ ასეთნაირად უხეშად ამას შევხედავთ, მაშინ ეს ყველაფერი უნდა ავსწიოთ. ყურანის მაგალითად დღეს ჰარეკეები აქვს, გასაჩერებლები აქვს, ეს ყველაფერი ავსწიოთ. ჯამეებში ომერ ბინ აბდულ აზიზ ერთ-ერთი გამორჩეული ემირი, რომელმაც რომ ჯამის მიჰრაბეები და მინარეები დააყენებინა, ასე ვთქვათ, შემოიღო. ჩვენი დღეს ყველაზე დიდი ბრძოლები, ტკივილები აქედან გამომდინარე, ამიდან იყო სულ ჩხუბი გქონდა მინარეებთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, მაშინ ჩვენ ტყუილად გვიჩხუბია, ამ ჩვენ ხალხს ტყუილად ჩაუტარებია ეს ომი ვაივაგლახი. თუ მიუღებელი იყო ჩვენ რატომ ვიწვალეთ ამდენი, რომ ჭელის ჯამეში მინარა დაყენებულიყო. ან ჩვენ არსებულ ჯამეებსაც მაშინ ეს მინარები უნდა მოუხსნათ, იმიტომ რომ რესულულლაჰ სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემის დროში ეს ყველაფერი არის. ძალიან ბევრი რომ არ გავაგრძელოთ და რომ არ დავიბნეთ, მოდით მაშინ ასეთნაირად შევხედოთ ამას. შერყი შერიფში, ანუ შერიატში, ისლამში, დინში რის მაგალითიც ყოფილა სუნნეთით ან ყურანით მოიძებნება, ის ჩვენთვის მიღებულია. მაინც ბიდღათია, იმის სახელიც ბიდღათია, რადგან რესულულლაჰ სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემის შემდეგ დროიდან გამომდინარე დღეს ან დღეის შემდეგ, ან თუ გინდაც მაშინ 100 წლის შემდეგაც რომ ყოფილიყო, მაინც ბიდღათია, რადგან რესულულლაჰის შემდეგ ახალ შემოსულს ყველაფრის სახელი ბიდღათია. ანუ ჩვენი, ასე ვთქვათ, რომ ხმარობთ და სარგებლობთ, გვიყენებთ ამ ტელეფონიდან დაწყებული ჩვენ ჩასმულ ნასკზე, ფეხსაცმელზე, ტრანსპორტზე, მისულამდის, ანუ იმის შემდეგ დღემდეს მომხდარი სულ ყველაფრის სახელი უხეშად ერთი შეხედვით ბიდღათია. ამიტომ ჩვენ ერთი ჯოხით ყველას ვერ გავდენით, ყველაფერით სასწორის ერთ მხარეზე არ დეიდება. ამიტომ ეს კარგად უნდა გავიაზროთ. რა არის მევლუდის, ასე ვთქვათ, შემცველობა? მაშინ ჩვენ ამას უნდა შევხედოთ. ანუ ამ მევლუდში რა ხდება? მევლუდი არის მაჰაბბეთი, ანუ რესულულლაჰ სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემის მიმართ სიყვარულის გამოხატვა. ალლაჰუ თაალას, ასე ვთქვათ, ბრძანებების, იქ ყურანი ქერიმი იკითხება. ყურანი ქერიმი შერიფში, შერიატში დაშვებულია ყურანის კითხვა. თუ გადავხედავთ, ეს ერთი სოხბეთის თემა არის, ალკე ყურანის კითხვის შესახებ, ყურანის სიძვირფასე წაკითხული პეღამბერ ეფენდიმის რაზანებს, ელიფ ლამ მიმ ერთი სიტყვა არის, მე არ გეუბნებით. ولكن ألف حرف ولام حرف إلى آخره. أنو ألف سالك أسوا، لام سالك أسوا، ميم سالك. أنو قلاسي مدلي سالك أوزان. قرآن إسكت خواهد سلبليا. قرآن چوني سوليس ناتيليا. والده بوله بيوارتون قرآن ويكت خود. رأي كت خبا كده. دعا كتبا. صحبتيس گا كتبا. صحبتي. وايزي. رومليسروم. درس. تاسمون قد أم. უცოდინრობის უფსკულში მყოფი ჩვენთვის აუცილებელია. ჩვენ დღეს ძალიან მინიმალურად განათლებული ვართ რელიგიურად. ჩვენი ხალხის 98% რელიგიურად განათლებული, ანუ რელიგიური ცოდნა არ აქვს, იმდენი ცოდნა რომ მათზე დაკისრებული ვალდებულებები რომ სწორად შეასრულოს, ან აკრძალვლებიდან თავის შორს დაიკავოს, ამის გაცნობიერება ან ამის ცოდნა არ გაგვაჩნია. სამწუხაროა ეს, ძალიან სამწუხაროა, ეს ჩვენი დანაშაულია. მაგრამ ჩვენ იქ ვაიზებს ვაკეთებთ, რის შედეგადაც ათობით, 20, 30, 50 ადამიანს ერთდროულად ვწვდებით და ისლამის, იმანის, რწმენის საფუძვლებს, ჰელალ, ჰარამს, ან პეღამბრის სიყვარულს, თუნდაც მის ცხოვრებას იმ ხალხს ჩვენ გადავსცემთ. ეს დინში არის რესულულლაჰ სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემ რაზანებს დინუ ნასიჰათ სამჯერ მეორებს დინი რწმენა რელიგია რა არის ნასიჰათი არ ჩევადარიგება არის ერთმანეთს უნდა შევახსენოთ ერთმანეთს უნდა აუხსნათ ეს დინით დაშვებულია სავალდებულოა შემდეგ პრობლემა რაც რომ არის ასე ვთქვათ ძირითად პრობლემას ასე ვთქვათ გაყინული თავით ინგლისის საფრანგეთის დაფუძნებული ჩაქსოვილი დინით
შემყურვალე ეს ხალხი დღეისთვის ასე ბრუდეთ განათლებული ეს მასა რომლებიც რომ ამ ყველაფერში სიცოცხლეს ხედავენ რა არის ფეიღამბრის სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემის ქებადიდება რომელიც რომ თუ ისლამის ისტორიას თარიღს გადავხედავთ მისი ბიძა იბნი აბასი ენეს ბინ მალიკი და სხვა ბევრი საჰაბეები რესულულლაჰ სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემს მედჰია რაზნი ქებადიდებას ნიშნავს რესულულლაჰ სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემს ეუბნებოდა მისი ბიძა ომის დროს ჯერ კიდევ რომ მინდა რომ ეს შენზე დაწერილი ეს ქებადიდება ეს შენზე დაწერილი ეს ძვირფასი სიტყვები მაგალითად წაგიკითხო და რესულულლაჰ სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემი მას ამისნებას რთავდა ნახეთ ჩვენ როგორ არ უნდა დავაქოთ როგორ არ უნდა შევამკოთ ძვირფასი სიტყვები როდესაც თვით ალლაჰუ თაალა ნახეთ ყურანი კერიმში რა ბრძანებს ინნალლაჰა ვა მელაიკათუჰუ იუსალლუნა ალან ნაბი ალლაჰი და მისი მელაიკები მასზე სალავატს კითხულობენ ია აიუჰალლაზინა ამენუ ჩვენზე ბრძანება არის მაშას ადამე თქვენს ey მორწმუნეებო სალლუ ალეიჰი ვასალიმუ თესლიმა თქვენს იმ ძვირფას პეიღამბერზე სალავატი კითხეთ რომელიც რომ ნახეთ ლაყად მანნალლაჰუ ალალ მუъმინინა iz ბა'ასა ფიჰიმ რასულან მინ ანფუსიჰიმ ალლაჰუ თაალა ბრძანებს რომ ჩემი თქვენთვის ყველაზე გაკეთებული დიდი სიკეთე ის არის რომ თქვენიდან მე თქვენიდან პეიღამბერი გამოგიგზავნეთ ლაყად მანნალლაჰუ ალალ მუъმინინა ალლაჰუ თაალა ბრძანებს რომ მუъმინებისთვის გაკეთებული ყველაზე დიდი სიკეთე ვა მა ერსალნაკა ილა რაჰმატალ ლილ ალამინ სამყაროსთვის წყალობად გამოგზავნეო ბრძანებს ალლაჰუ თაალა იმ პეიღამბრის მოხსენიება მისი სიყვარულის ახსნა რატომ უნდა იყოს მიუღებელი როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ აიეთი კერიმეში ალლაჰუ თაალა ვააზზერუჰუ ვანასარუჰუ ისინი ვააზზამუჰუ აიეთი კერიმეში ბრძანებს ალლაჰუ თაალა ის მუъმინები პეიღამბერს პატივისცემდნენ თაზიმს უკეთებდნენ როდესაც ჩვენ ამის მაგალითს გვაძლევს და მოგვიწოდებს რა არის ამაში მიუღებელი არაფერი მიუღებელი არ არის ნახეთ ელემენტალურად აშურა დღე ძვირფასია ჩვენთვის ხადის შერიფებია ამას ვერ უარყოფს სახიხი ხადისებია გადმოცემული აშურა დღე რა არის როდესაც რესულულლაჰ სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემი ერთ დღეს ქალაქში შევა ნახავს რომ იქ მყოფი ებრაელები ამ დღეს მარხულობენ და ეტყვის რომ თქვენ რატომ მარხულობთ ანუ ამის მიზეზი რა არის დღევანდელი მარხვის მიზეზი ეტყვის რომ ამ დღეს ჩვენი პეიღამბერი მუსა ანუ ჩვენებურად მუსა პეიღამბერი ფირაუნის შერიდან ხალხი გადაარჩინა ანუ წითელი ზღვა ორად გააპო მორწმუნეები ვინც რომ იყვნენ სელამეთის სამშვიდობო გზაზე გაიყვანა უკან ვინც რომ მტრები იყვნენ ისინი ფირაუნის ჩათვლით წითელ ზღვაში ჩაიხვჩნენ რომლის მაგალითსაც ალლაჰუ თაალა ჩვენ ყურანი კერიმში გვეუბნება ფირაუნის მიმართ ეუბნება რომ დღეს ჩვენ შენი სხეული უნდა გადავარჩინოთ რადგან შენს შემდეგ ვინც შენნაირად ფირაუნობას გამოიჩენს დღევანდელ ფირაუნებს მიუმართავ რომლებიც რომ ამ საქმეს ფირაუნობას ასე ვთქვათ თავდგომას უწევენ და ცდილობენ რომ ხალხი რომელიც რომ წელწადში ერთჯერ ძლივს ყურანს კითხულობს იმათ ყურანი სახლებიდან გამოიტანონ პეიღამბრის სიყვარული გულებიდან ენიდან ამოგლიჯონ ასე ვთქვათ ჩვენი ხალხის რწმენა დღეს ხავს ებღაუჭება და ცდილობენ რომ ისიც მოგლიჯონ და წყალს გაატანონ იმ გაყინულებს ამ აიეთი კერიმეს წაკითხვას და დაფიქრებას ალლაჰუ თაალა ბრძანებს რომ შენნაირი ვინც იქნება იმათვის მაგალითი იყოს რომ ვინც შემდეგ ემსგავსება რა დღეში შევყვანო ey ფირაუნებო თქვენც დაფიქრდით თქვენი ამ გაკეთებული საქმის შემდეგ ალლაჰუ თაალა თქვენ რა დღეში შეგიყვანთ მუსა პეიღამბერს ეტყვია რომ ამის სამადლიეროთ ნახეთ ამის სამადლიეროთ რადგან აქ ორია ერთი იმ ფარაონის შერიდან რისხვიდან გადარჩენა
მეორეც მადლიერება რომ გადარჩნენ. ამის ნიშნად მარხულობდნენ. რასულულლაჰ სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემა რაბზანა ვანაჰნუ აულა ბიკუმ. ჩვენ თქვენზე უფრო ეულა ვართ. ანუ ამ საქმისთვის ჩვენ უფრო ახლოს ვართ. მუსა თქვენზე უფრო მეტად ჩვენ გვიყვარს და გვწამს მისი. ამიტომ მის უმეტსაც ჩვენაც აშურის დღის მარხვა ერთი დღით უკნედან ან შემდეგი დღის ერთად მარხვა გვიბრძანა. ხომ ისეა? ნახეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მუსა პეიღამბერი რომ იმ დღეს იმ უმეტის ერთად გადარჩა მადლიერების ნიშნით გამოსახატავად. ჩვენს რომ მაგალითად ასეთნაირად რომ ვთქვათ, რომ რატომ მაიდამაიც ამ თვეში სხვა დროსაც ჩვენ მევლუდი სხვა დროსაც ვკითხულობთ, მარტო ანუ მევლუდი რას ნიშნავს? პეიღამბრის დაბადებას, მობრძანებას ნიშნავს. პეიღამბრის ასე ვთქვათ, მობრძანების სიხარულის გამოხატვას ნიშნავს, სიყვარულს ნიშნავს. რატომ მაიდამაიც ამ თვეს ნუ მივაკუთვნებთ, მაგრამ რა ვქნათ? ჩვენ ახლა რომ მაგალითად მე რომ დღეს ავდგე და ვიმარხო, დღეს აშურის მარხვა იქნება? არ იქნება. ის აშურის დღე, როცა იქნება, იმ დღეს უნდა ვიმარხოთ, რადგან ის სიძვირფასე იმ დღეშია. იმ დღეს არის იმ დღეში. ელემენტალურად ჯუმა დღეს, ნახეთ, ჩვენ დღეებს შორის პეიღამბერ ეფენდიმ როგორ ბრძანებს, დღეებს შორის ყველაზე ხეირიანი დღე, რომელზეც მზე ამოსულა, ჯუმა დღეა ბრძანებს, რადგან ხულიყე ფიჰი ადამი დაიბადა, იმ დღეს ჯენნეთში შევდა და იმ დღეს ჯენნეთიდან ჩამობძანდა. ნახეთ, ამიტომ ჯუმა ნამაზის ასე ვთქვათ პატივისცემის მიზეზებიდან ერთ-ერთი ეს არის. ჩვენი პეიღამბერი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემის ამ თვეში დაბადებაზე, სიხარულის გამოხატვაზე ნორმალური რა შეიძლება რომ სხვა რამე იყოს? არაფერი არ არის. ამიტომ ეს ერთი სიტყვით ბიდღათია, ეს ცუდია, ასეთნაირად ხშირად ამ ხადის შერეფს იყენებენ. ნახეთ, დაუკვირდეთ. მან აჰდასა ფი ამრინა ჰაზა მა ლეისა ფიჰი ფაჰუა რადდუნ. არიან სოცფენემენები, რომლებიც რომ გამოდიან და ამ ხადის შერეფთ ასე ვთქვათ უცოდინარ ხალხს გზას უბნევენ. მან აჰდასა ფი ამრინა ჰაზა, რომელი ადამიანიც ამ ჩვენ ბრძანებაში, ამ ჩვენ მოტანილ საქმეში, ანუ ისლამში იჰდას გააკეთებს, ანუ ახალ რაღაცას შემოიტანს, მა ლეისა ფიჰი, რომელიც რომ ისლამში შიგნით არ მოიძებნება, არ არის, ფაჰუა რადდუნ. ეს მიუღებელია უბრძანებს. ნახეთ, ასეთნაირადაც შეეძლო ეთქვა რასულულლაჰ სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემს. მან აჰდასა ფი ამრინა ჰაზა ფაჰუა რადდუნ. ვინც ამ ჩვენ მოტანილ საქმეში, ანუ ისლამში ახალ რაღაცას შემოიტანს, ის მიუღებელია, მაგრამ ნახეთ, ერთი განსაკუთრებული სიტყვა გამოიყენა. მა ლეისა ფიჰი, რომელიც რომ მასში არ არის, ანუ ისლამს არ შეეფერება, ისლამში, ყურანში, სუნნეთში, ჩვენ ცხოვრებაში არ მეიძებნება, მაგრამ ყურანის კითხვა ისლამში მოიძებნება. სოხბეთი მოიძებნება, აუცილებელია ადამიანისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხატა ვე ხატა, ნახეთ, ეს ხადის შერიფიც კარგად გავააზროთ, გავაანალიზოთ. თავში როგორ ბრძანებს რასულულლაჰ სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემი, فإن أحسن الحديث كتاب الله. ყველაზე კარგი ლამაზი სიტყვა ალლაჰის სიტყვა, ყურანი კერიმი, ალლაჰის ბრძანებები. وأحسن الهدي هدي محمد. ყველაზე კარგი ჰედიც. ჰედიც რას ნიშნავს? ანუ ცხოვრების ფორმა, ცხოვრება, მაგალითი მუჰამედ მუსტაფა სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემის არის. وشر الأمور محدثاتها. ყველაზე ცუდი შემდეგ გამოსული მუჰდესათი, რომელიც რომ ყურანში, ალლაჰის სიტყვაში და პეიღამბრის სუნნეთში არ მოიძებნება. وكل بدعة ضلالة. ნახეთ, ბიდათი დელალე რას ნიშნავს? ჩვენ აუხსენით ჰადისი შერიფში, რომელიც რომ არც აიეთში, არც ჰადისში, ანუ ისლამში, შერიატში ფუძე რომ არ მოეძებნება, ბიდათი დელალე სად არის? ფინარ. ესეც ჯეჰენემში. ამიტომ ბიდათი ორად უნდა გავყოთ, ბიდათი სეიე, შევაჯამოთ და დავამთავროთ, ბიდათი ორნაირია. ბიდათი ჰასენე,
ბიდ'ათი სეიე. ბიდ'ათი ჰასენე რა არის? იქიდან გამომდინარე, რომ ვინაიდანაც და რადგან რასულულლაჰ სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემის პერიოდის შემდეგ ცხოვრებისეული მოთხოვნილება არის 1400-1500 წელი გავიდა. იმის შემდეგ ეს მომხდარია ამ ფაქტიდან გამომდინარე, მაინც ასე ვთქვათ, სიტყვა ბიდ'ათად მოიხსენიება, მაგრამ ეს სასარგებლო. ბიდ'ათი ჰასენე, მოწონებულია. როგორიც თქვით, რომ არის მინარა, მიჰრაბი, ყურანში წერტილები, ჯუმა ნამაზზე, ასე ვთქვათ, პირველი ეზანი, ყურანი ქერიმის ერთად მოკრეფა ფორმის მიცემა და მასე სახელის მუსჰაფის მიცემა. ეს რომ მოუწონარი და მიუღებელი რომ ყოფილიყო, ეს ენის ბიდღათებია. ოღონ ნახეთ, მაშინ ეს ყველაფერი ჩვენ უნდა ავწიოთ. რასულულლაჰ სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემმა ამ პიროვნებებს ჯერ კიდევ მათ სიცოცხლეში ჯენნეთი უმახარებდა. მაშინ დაუფიქრდეთ, აქ რასულულლაჰ სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემმა შეცდომა დაუშვა, რადგან ამათმა ასეთი საქმე გააკეთეს, რასულულლაჰს არ გაუკეთებია, მაგრამ ამათმა ეს გააკეთეს, მაგრამ ამის მიუხედავად ჯენნეთით უმახარებლა ამ პიროვნებებს. ამ შედეგით და ცოტა იქეთ რომ წავიდეთ, ძალიან უფრო ცუდ შედეგებს მივიღებთ, ამიტომ იქით აღარ მივიდივართ. ნახეთ, ჰაზრეთი ომერი, როდესაც ხალიფე გახდება და ხუთბეზე ევა, რომელიც რომ ძალიან გავლენიანი პიროვნება იყო, ასე ვთქვათ, ჯარში ცალკე ერთ ჯარს უდრიდა, ისეთი გავლენა და სახელი ჰქონდა, ისეთი შეჯაათი, ისეთი ძალა ჰქონდა. მე თუ რამე შეცდომას დაუშვებ, ან გზას ავსწდები, გამაფრთხილოთ ეუბნება, საჰაბეები ჰაზრეთი ომერს ეუბნებიან, რომ შენ თუ რასულულლაჰის გზას გადაუხვევ, ჰაზრეთი ებუბექირის ასე ვთქვათ გზას გადაუხვევ, ისლამის ყურანის რასულულლაჰის გზას გადაუხვევ, ხმლებით აკუცავთ, ეუბნებიან. ვის? ჰაზრეთი ომერს. ჰაზრეთი ომერმა, როდესაც ეს თარავი ნამაზი ერთი ამის უკან ეს მთლიანი ჯემაათი შეკრა და დააყენა. ის საჰაბეები სად იყვნენ? ყველა სოცხალი იყო. ყველა მის ერთად იყო და იმ ჯემაათში შიგნით იყვნენ. ის ჭკვიანები ახლა რადგან ჩვენი თემა არ არის, ძალიან გძელდება. მაშინ მან რატომ არ ილოცავ? იმიტომ რომ ჰაზრეთი ომერი თარავი ნამაზ ყოველთვის ვითრის ერთად სეჰერის დროზე. ნახეთ, მევლუდში კიდევ ერთ-ერთი რა არის? ხალხზე გამასპინძლება. ჭამა, ასე ვთქვათ, ხალხზე საჭმლით გამასპინძლებაც ძალიან დიდი მადლია, რომელიც რომ აიეთი ქერიმეში ალლაჰუ თაალა ვაიუტიმუნა ატ-ტა'ამა ალა ჰუბბიჰი, ისინი დიდი სიყვარულით ხალხს უმასპინძლებოდნენ, გაჭირვებულს, უპორებს, ტყვეებს და ასე შემდეგ. ძალიან ასე ვთქვათ, ძვირფასი, ერთ-ერთი უძვირფასესი საქმე. მევლუდი ეს არის. ჩვენ მაშინ როგორ უნდა ვქნათ? მევლუდში თუ რაღაც ისეთი ასე ვთქვათ მოუწონარი საქმე არის, რომელიც რომ რელიგიურად მიუღებელია, ჩვენ რელიგიურ ასე ვთქვათ ფორმებში არ ჯდება, მე ზოგადად მარტო მევლუდზე არა, ზოგადად ვამბობ, მაშინ ჩვენ იმაზე ვიკამათოთ. მაგალითად, მევლუდი როდესაც იქნება ქალები, კაცები ერთად ერთ სივრცეში ნუ დავჯდებით, ნუ დავაჯენთ, მაჰრემიეთი, ჰელალი, ჰარამი ერთმანეთთან განსხვავებული იყოს. ამენა 100%-იანია, მართალია. ჩვენ ამას მივაქციოთ ყურადღება, ესენი ერთმანეთიდან გავარჩიოთ, კი ბატონო. და ამის მსგავსად თუ შეცდომა, თუ ცუდი რაღაც არასწორი საქციელი კეთდება შიგნით, ჩვენ ეს ამოვქვათ და ეს გამოვასწოროთ. ანუ ეს არ შეიძლება და მოუწონარია და პეიღამბერ სალლალაჰუ ალეიჰი ვესელემს მის სიცოცხლეში არ უქნია. ნახეთ, რასულულლაჰ სალლალაჰუ ალეიჰი ვესელემს ეკითხებიან, თუ რატომ მარხულობდა ორშაბათ? ჩვენ შევეკითხოთ იმათ, ვინც ამ ყველაფერს უარყოფს, რასულულლაჰ სალლალაჰუ ალეიჰი ვესელემი ყოველთვის ორშაბათ დღეობით მარხულობდა და რომ ეკითხებიან, ამბობს ზაკე იომუნ ვულიდტუ ფიჰი, ეს ის დღეა, როდესაც მე დავიბადე. ვკითხოთ იმ ვეჰაბისტებს და მსგავს იმ რწმენის ხალხს, რომლებიც რომ ინგლისის ჩანერგილი ფსიქოლოგიით აზრებით მოქმედებენ. შეიძლება დღეს ამ სევიეზე, ამ საფეხურზე ასე ვთქვათ, ვინც რომ არიან, ესენი ამის გაგებაშიც არ არიან, მაგრამ
ამ საქმის თავი ვეჰაბიზმი საიდანაც რომ ჩაეყარა, რომლებიც რომ მათი ასე ვთქვათ სიმხეცით მათი პირველი მოქმედება საჰაბეებზე, მათი საფლავების დანგრევა, ფეიღამბერზე ასე ვთქვათ საჰაბეებზე ენის გაწვდომა და ასე შემდეგ. ერთი წვერის გამოშვებით ან მსგავსი რაღაცით რა თქმა უნდა წვერის ეს არ ხდება. წვერი ებუ ჯეჰილსაც ჰქონდა. მაშინ შენსა და ებუ ჯეჰილს შორის თუ წვერი შენს გაგდა მაგის გარდა სხვა რამე არ არის, მის წისქვილზე წყალს ნუ დავასხამთ. ამიტომ ძვირფასო მორწმუნეებო, ბიდღათი ამას ნიშნავს, ბიდღათი როგორც აღნიშნეთ, ეს არის თუ ბიდღათი ასე ვთქვათ ეს ახალი რამე, რომელიც რომ შერიატში მისი მაგალითი, მისალი, მსგავსი რაღაც მოიძებნება, რომელიც ჩვენ მეულუდის შემთხვევაში ყურანის კითხვა, სოხბეთი და ხალხზე გამასპინძლება, ვაიზის გაკეთება, ხალხზე ისლამის გაცნობა და გადაცემა ძალზედ მნიშვნელოვანი და ჩვენი უპირველესი ემრი ბილ მა'რუფი ჩვენზე ფარზი და აუცილებელია. აქედან გამომდინარე მეულუდის კითხვაში თუ იმ პირობებს დავიცავთ ჰელალის და ჰარამის საზღვრებს დავიცავთ და აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს ნახეთ ჩვენ პეიღამბრის გაღმერთება არ არის. მასზე იბადეთ ჩვენ პეიღამბერ სალალაჰუ ალეიჰი ვესელემზე იბადეთს არ ვარ ჩვენ კეპთაყვანის მცემლები არ ვართ. მის მიმართ სიყვარულის გამოსახატვის მიზნით არის. მისი ამ თვეში მობრძანების სიხარულიდან გამომდინარე არ ჩვენ მუჰამედ მუსტაფა სალალაჰუ ალეიჰი ვესელემზე იბადეთს კი არ ვაკეთებ და მას თაყვანს კი არ ვცემთ. ანუ ის რადიკალები ვინც რომ ამას ამ ხრივ უყურებენ იმათაც ღმერთმა ჰიდაიეთი მისცენ. ყურანს ჩავეჭიდოთ, სუნნეს ჩავეჭიდოთ, გაუნათლდეთ რასულულლაჰ სალალაჰუ ალეიჰი ვესელემის და საჰაბეების დროზე. ნახეთ საჰაბეების დროზე პირველ საუკუნეში წიგნები არ იყო, იმიტომ ყველა განათლებული იყო. ისინი მათ შვილებს რასულულლაჰი სალალაჰუ ალეიჰი ვესელემის სიყვარულს უნერგავდნენ სულ პირველ, მაგრამ დღეს ასე არ არის. ჩვენი ხალხი ძალიან წკიპზე ვართ, ასე ვთქვათ, ხავსზეა მოჭიდებული რწმენის, იმანის და რელიგიური განათლება თითქმის სულ არ გვაქვს. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული. გაუნათლებლობა, სიჯაჰილე. კიდევ ჰაზრეთი ალი ბრძანებს რომ ველა ფაყრე ეშედუ მინელ ჯეჰლი. უცოდინობაზე, სიჯაჰილეზე დიდი სიღარიბე არ არსებობს ბრძანებს. ამიტომ რელიგია შევისწავლოთ. შვილები ნუ შეგვებრალება. ყველაფერს სწავლოთ, ვასწავლეთ. ამ ქვეყნიური რაც რომ არის ისე თავს ვიკლავთ ელემენტალური ასე ვთქვათ ამ ქვეყნიური რაღაც შვილს რაღაც ხომ უნდა დავუტოვო თავშესაფარი ხომ უნდა ჰქონდეს უკნედან ასე არ თქვას ისე არ თქვას მაგრამ იმაზე არ ვფიქრობთ შვილზე ყველაზე დიდი მემკვიდრეობა ყველაზე დიდი სიმდიდრე შენ ალლაჰის და მისი პეიღამბრის ისლამის ყურანის სიყვარულს რომ ჩაუნერგავ და დაუტოვებ შენი ყველაზე დიდი სიმდიდრე ის იქნება საფლავში რომ ჩახვალ თანის შენ წაკვება და შენი ამ საქმის ასე ვთქვათ შედეგი იქ გამოჩნდება მაგრამ მხოლოდ ამ ქვეყნის სიყვარული ამ ქვეყნიურისთვის ბრძოლა ალბათ ადამიანის მის თავზე და განსაკუთრებით მის შვილზე შთამომავლობის მიმართ ჩადენილი ყველაზე დიდი დანაშაულია ძვირფასო მეგობრებო. გაუნათლდეთ, ვისწავლოთ, ჩვენ თვითონ ამ ყველაფრის ასე ვთქვათ შეძლების უნარიანობა გამოვიმუშავოთ, ამ უცოდინრობის ჩრდილიდან გამოვიდეთ ისლამის, იმანის, ცოდნის შუქში, სინათლეში გადავინაცვლოთ. ალლაჰმა დაგვლოცოს ჩვენს მიერ შესრულებული შესასრულებელი ყველა ღვთისმსახურება უზენაესმა ალლაჰმა მიიღოს და ყოველივე ჩვენთაგანს ისლამზე სამსახურის გაწევა და მისი ერთი ნაბიჯით წინ წასაწევად გასაძლიერებლად ნაბიჯის გადადგმა ჩვენაც ყველას შეგვაძლებინოს ჩვენი მიზანი მისია ასე ვთქვათ პირველი ვალდებულება ეს არის რომ შვილები ისლამის იმანის პეიღამბრის სიყვარულით გავაძლიეროთ, შევასწავლოთ ჩვენი პეიღამბერი ბრძანებს რომ როდესაც თქვენი ბავშვი უკვე ენას ამოიდგამს და ლაპარაკის ძალას მოიპოვებს შეძლებს სულ პირველი
მას ქელიმეი თევხიდი ლა ილაჰა ილალლაჰ ათქმევიათ მუჰამედურ რასულულლაჰ სალალლაჰუ ალეიჰი ვესალამ ამაზე შევეცადოთ მას ისლამური ლიტერატურა შევასწავლოთ ეს ქვეყანა აქ დარჩება რასაც შევასწავლით რელიგიურად ყურანიდან ისლამიდან დარწმუნებული ვიყოთ რომ საფლავში ის ჩაგყვება იმ ქვეყანაზეც იქ ის მიყვება ალლაჰ მადაგლოცოთ ალლაჰ მაგვიყაბულოს ჩვენს მიერი შესრულებული ყველა ღვთისმსახურება. Assalamu alaikum wa rahmatullahi